საქართველოსთან ევროკავშირის ქვეყნებში თევზის ფქვილის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება, მზარდია თევზის ექსპორტით. წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ უცხოეთის ბაზრებზე თითქმის $564,000 თევზი გაყიდა. ამის მიუხედავად ქვეყანა კვლავ იმპორტ დამოკიდებულ სახელმწიფოდ რჩება და თევზის 10 კილობრივი წარმოება საკმაოდ მცირეა. განვითარების რა ეტაპზეა აკვაკულტურის სექტორი და რა გამოწვევები და მიღწევები აქვთ თევზის მწარმოებლებს? თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. 10,000 ტონაზე მეტი პროდუქტი, ეს არის ის საპროგნოზო რაოდენობა, რასაც ქართული აკვაკულტურის სექტორი 2028 წლის ბოლომდე თევზის წარმოებაში ელოდება. დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში დღეს არსებული წარმოების 5-ჯერ გაზრდა სავსებით რეალურია და ამ საქმეში გადამწყვეტია სახელმწიფო ინტერვენციები, რაც ფინანსურ მხარდაჭერასა და სუბსიდირებას გულისხმობს. სექტორში ამბობენ, რომ გარკვეული ნაბიჯები აკვაკულტურის ინდუსტრიის გასაძლიერებლად საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად გადაიდგა, არსებობს სახელმწიფო სტრატეგია, ასევე შესაბამისი კანონი. გარდა ამისა, შავ ზღვაზე უკვე გაკეთებულია აკვაკულტურის ზონები, შესაბამისად სექტორში მოლოდინია, რომ მარიკულტურის მიმართულებით წარმოების მაჩვენებლები ცალსახად გაიზრდება. ცხადია დარგში ელიან, რომ მზარდი იქნება სახმელეთო მეურნეობებში მოყვანილი თევზის რაოდენობაც. ამ მოლოდინის გათვალისწინებით კი რამდენიმე წლიან პერსპექტივაში ქვეყანა შეძლებს იმპორტ დამოკიდებულება ნაწილობრივ მაინც შეამციროს და მეტიც აქ წარმოებული თევზი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანოს. დღეს მცირე რაოდენობით ქართული თევზი მეზობელ სახელმწიფოებში იყიდება, კერძოდ წლის პირველ კვარტალში $564,000-მდე ღირებულების თევზი გავყიდეთ სომხეთსა და აზერბაიჯანში. რაც შეეხება ევროკავშირს, როგორც სექტორის წარმომადგენლები გვიყვებიან, აქ წლიდან წლამდე მზარდია ქართული თევზის ფქვილის ექსპორტი, რომელიც ევროპული სახელმწიფოებიდან იტალიასა და საბერძნეთში გადის. რაც შეეხება თევზზე იმპორტ დამოკიდებულებას, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში $2.6 მილიონი ღირებულების თევზის იმპორტი განხორციელდა და ეს მაჩვენებელი ბოლო წლების მაქსიმუმზეა. აგრიკულტურის მიმართულებით, როგორც იცი, სპეციალიზებული ზონების განსაზღვრა მოხდა და დადგენა. შესაბამისად, ამან უკვე მთლიანობაში დარგს უნდა დაატყოს ხელი ზრდის მიმართულებით. მომდევნო წლებში, თქვათ, სტრატეგიაში როგორც არის ჩადებული, რომ თქვათ, წარმოება უნდა გახუთმაგდეს. ვფიქრობთ, რომ აი ამ ზონების პლუს იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა მიეხმარება ფერმერებს, რომ ფინანსური მიმართულებით იყოს გარკვეული მხარდაჭერა, ეს თავისთავად ამ ყველაფერმა ცალსახად ასახვა უნდა პოვოს წარმოების მაჩვენებლების ზრდაზე. საექსპორტო მიმართულებებსაც რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა ექსპორტზე გააქვს თევზის პროდუქტები მეზობელ ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში, ასევე ევროკავშირის ბაზარზე შედის თევზის ფქვილი. საუკეთესო თევზის ფქვილი წარმოება ჩვენთან, რომელზეც მოთხოვნა მაღალია მთელი ევროპის ქვეყნებში ჩვენ თევზის ფქვილზე. რაც შეეხება დაჭერილი, ანუ სარეწაო თევზის ჯერჯერობით ექსპორტზე გატანას, მე ვფიქრობ, ამას კიდევ რაღაც გარკვეული პერიოდი ჭირდება. გამომდინარე იქედან, რომ მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევები, მიკვლევადობა უნდა იყოს სწორად. ეხლა ფერმერებმა უკვე მიაჩვენს სწორად გამოცდას. ჩვენ რაოდენობრივად შეიძლება რაღაც ევროპის ბაზრები მთლად ვერ მოვიცოთ, მაგრამ ხარისხის მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია ხარისხსები ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ჩვენთან წარმოებული თევზი საუკეთესო ხარისხისა. ეს ამას მარტო მე არ ვამბობ, ჩვენთან დაჭარაში ძირითადად ტურისტები, იმიტომ არიან ესეთი აქცენტირებული თევზის პროდუქტებზე, რომ გემონური მახასიათებელი ძალიან განსხვავებულია. ცხადია, ქართული აკვაკულტურის სექტორში არსებული გარკვეული წინსვლისა დარგში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. დარგის ექსპერტების შეფასებით ეს პრობლემები უმეტესად ბიოუსაფრთხოებასა და დაავადებების მართვას უკავშირდება. როგორც FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ამბობს, ფერმერებმა უნდა გამოიყენონ დაავადებებთან ბრძოლის აპრობირებული მეთოდები, ნაცვლად ანტიბიოტიკების უნივერსალური და არამიზნობრივი გამოყენებისა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ წარმოების ზრდასთან ერთად აუცილებელია სურსათის უვნებლობის და ხარისხის სტანდარტების დაცვა, ასევე აუცილებლად მიაჩნიათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა და სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება, რაც დღეს ნაკლებად შეინიშნება. გარდა ამისა, ქართული აკვაკულტურისთვის წლებია დაუძლებელ პრობლემას წარმოადგენს იმპორტირებულ საკვებზე მაღალი დამოკიდებულება, რადგან ქვეყანაში თევზის საკვები ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება. ერთი ან ორი მოთამაშე შეიძლება იყოს ადგილზე, რომელიც
აწარმოებს საკვებს, ძირითადად საკვები არის იმპორტირებული. აქედან გამომდინარე თვითონ საკვების ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უწყვეტი მიწოდება, დაავადებებთან ბრძოლა ეს რჩება გამოწვევად. და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ჩვენ ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მაგალითად ლაბორატორიული სიმძლავრეების გაუმჯობესებას მეტნაკლებად დინამიკაში აქ სამუშაოა ფერმერებთან, რომ თქვათ დაავადებების დიაგნოსტირებას მიექცეს ყურადღება. ჩვენმა ორგანიზაციამ 2017 წელს, როდესაც გააკეთა კვლევა, მაშინ მეურნეობები თითქმის იხურებოდა. და განვითარების პერსპექტივა არ ჩანდა საწარმოების. ეხლა ამ ეტაპისთვის მოგეხსენებათ, აი შეიძლება ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ აი რუსეთ-უკრაინის ემიგრირებულმა ამდენმა ქვეყანაში შემოსულმა მოქალაქეებმა განაპირობეს, მოთხოვნა გაიზარდა. ამიტომ ასევე დაიწყო აი ასე მარტო ტურისტულ სეზონს აღარ ელოდებოდნენ ფერმერები და დაიწყეს წლიურად მუშაობა და ძირითადად სტაბილურობისკენ მიდის ამ ეტაპისთვის დარგიდა. მე ვფიქრობ, რომ გაძლიერდა ასევე ლაბორატორიები. სექსტეტის ბოლო მონაცემებით დღეს საქართველოში აკვაკულტურის სახმელეთო მეურნეობებში წლიურად 2500 ტონა თევზი იწარმოება. სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით კი, როგორც უკვე აღნიშნეთ, 2028 წლისთვის აღნიშნული წარმოების გახუთმაგებაა დაგეგმილი. ელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.